ნიუ-იორკის კულტურული ცენტრისა და მეჩეთის აშენება ტერორისტული თავდასხმების შედეგად დანგრეული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებიდან რამდენიმე წუთის სავალზეა დაგეგმილი. მეჩეთთან დაკავშირებულ დაპირისპირებაში დასაწყისში ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ ჩართულა. მაშინ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტი იყო. მაგრამ ახლახანს, როდესაც პრეზიდენტი რამადანის დაწყების აღსანიშნავ აღშამს მასპინძლობდა, მან საჯარო განცხადება გააკეთა. მე როგორც მოქალაქეს და პრეზიდენტს მჯერა, რომ მუსლიმებს ისეთივე უფლებები აქვთ ამ ქვეყანაში, როგორიც ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. ამაში კი კერძო მფლობელობაში მყოფ მიწაზე ღვთისმსახურებისა და მანჰეტენზე საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც შედის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის, რატომ არის ეს საკითხი გამოწვეული ვნებათა ღელვის მიზეზი, თუმცა ისიც დასძინა, რომ ალ-ყაიდა ისლამს არ წარმოადგენს და ამასთან ამერიკაში რელიგიის თავისუფლება მუდამ შეურყეველი დარჩება. პრეზიდენტის ამ კომენტარმა მშენებლობის პროექტის ოპონენტების დამოკიდებულება ვერ შეცვალა. პამელა გელერი ახლახან შექმნილი ჯგუფის შეაჩერეთ ამერიკის ისლამიზაცია ლიდერია. ჯგუფმა მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი დემონსტრაცია მოაწყო. ის უბრალოდ უგულებელყოფს, თანაც ასე გულგრილად იმას, რასაც 11 სექტემბერს დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრები განიცდიან. კრიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი ცენტრისა და მეჩეთის აშენება მათ არ აღელვებთ. მათ გული იმაზე შესტკივათ, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში რადიკალურად განწყობილი მუსლიმანი ელემენტები ამას გამარჯვების ნიშნად წარმოაჩენენ. ნიჰად ავადი ამერიკა ისლამის ურთიერთობების საბჭოს დირექტორია. სინამდვილეში ამ ცენტრის არაშენება იქნება სწორედ ტერორისტებისა და ექსტრემისტების გამარჯვება. თუ ეს ცენტრი არ აშენდა, ამით ისინი მუსლიმ ამერიკელებს რელიგიურ თავისუფლებას შეუშლიან ხელს. მეჩეთის აშენების გარშემო დავა შედარებით მსუბუქი ჩანდა, ვიდრე მის წინააღმდეგ ისეთი ხალხი არ გამოვიდა, როგორიცაა მაგალითად ალასკის ყოფილი გუბერნატორი სარა პალინი, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სენატორ მაკეინთან ერთად ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს. პრეზიდენტ ობამას ოფიციალურ გამოსვლამდე CNN-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად ამერიკელების 70% მანჰეტენზე მეჩეთის აშენების წინააღმდეგია. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.